მწვანე მომავლისთვის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ტელეკომპანია მეგატივის ჟურნალისტები. თათია ახვლედიანი და ლიკა ჩოგოვაძე გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და მდგრადი განვითარების თემაზე შთამბეჭდავი ნამუშევრის შექმნისთვის დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ბაზალეთის ტბის სანაპიროზე მწვანე ინჟინერიის ცენტრში მდგრადი ბიზნესის ფესტივალი 2025-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბიზნეს, მედია, სამოქალაქო სექტორსა და განათლების სფეროს აერთიანებს. გლობალური დათბობის პირობებში და მაშინ, როდესაც კლიმატი ყოველდღიურად იცვლება, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჟურნალისტებმა აქტიურად ვიმუშაოთ მსგავსი საკითხების გაშუქებაზე და საზოგადოების ცნობიერება უფრო მეტად ავამაღლოთ. ეს კონკურსი სწორედ ემსახურებოდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ძალიან მიხარია, რომ ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი. ფესტივალის ფარგლებში მწვანე ტრანსფორმაციის შესახებ პანელური დისკუსიები გაიმართა, მოეწყო ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ინიციატივების პრეზენტაცია. მწვანე ინჟინერიის ცენტრი ინდუსტრიებისათვის მწვანე რეიტინგის მინიჭების სისტემას აფუძნებს, რათა მდგრადი გარემოს შექმნაში თითოეულმა სექტორმა წვლილი შეიტანოს. დღევანდელი დისკუსიის მთავარი ნაწილი იყო ენერგოეფექტური საკითხების ფართო საზოგადოებამდე მიტანა, სადაც მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. დღეს ზოგადად წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის იყვნენ მედიცინის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, პედაგოგები, თუმცა მათი საქმიანობა არაფერი არ იქნება თუ არ იქნა მიტანილი ხალხამდე, იმ ადამიანამდე, ვისაც კონკრეტულად ეხება ესა თუ ის საკითხები. შესაბამისად, ჩემი ნაწილი სწორედ ამას ეხებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობა, რასაც ასევე ემატება რეგიონული მედიის ჩართულობის ნაწილი. პლატფორმას ჩავუყარეთ საფუძველი, ეს არის მდგრადი ბიზნესის ფესტივალი, რომელიც ითვალისწინებს რამოდენიმე კომპონენტს, ეს არის ჟურნალისტების კონკურსი დარჩება ისევ დღის წესრიგში და შემოვიღებთ რეიტინგის კომპონენტს წარმოებებში წარმატებული კლიმატ-გონივრული წარმოებების რეიტინგის კომპონენტს, ამაზე მუშაობთ, იყო შეთანხმება, მოწონება და მომავალ წელს სიახლეს შევთავაზებს ბაზას, ეს იქნება რეიტინგების სისტემა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, ეს იქნება სამშენებლო სექტორი, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, განათლება თუ ტურიზმი, ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ ამ საკითხებზე. გარემო ის ადგილია, სადაც ჩვენი დატვირთულობის 80%-ს ვატარებ და მნიშვნელოვნად ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და ეს არის არამატერიალური ბენეფიტი ჩვენი და რომელიც ჩვენ ყველანი ვართ ვალდებული, რომ მოვუაროთ გარემოს, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიარსებებთ ელემენტარულად, გახედეთ თოვლიანი მთები, საწავი და გახედეთ მდინარეები, ნახევარწღვები როგორ იქცევიან, ცოტა ხანში არაფერი აღარ დაგვრჩება ჩვენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს საკითხი. კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდა. 2025 წელს ყურადღება გამახვილდა ტყის რესურსებზე ზეწოლის შემცირებაზე, ბიოინჟინერიასა და ეკოსისტემების დაცვის მეთოდებზე. მდგრადი ბიზნესის ფესტივალი 2025-ის მიზანია აჩვენოს, რომ მდგრადი ბიზნესი არა მხოლოდ სოციალური სიკეთეა საზოგადოებისათვის, ის ასევე წარმატებული კომერციულად მომგებიანი ბიზნეს მოდელია. ფესტივალის მიზანია ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური ხედვის გაძლიერება და მწვანე ინოვაციების პოპულარიზაცია.